გიორგი ბაჩიაშვილი კრიპტოვალუტების საქმეში დამნაშავედ ცნეს. თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს დაუსწრებლად 11 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლე გიორგი გელაშვილის მიერ წელიწად ნახევრიანი განხილვის შემდეგ მიღებულ ვერდიქტს სამარცხვინოს უწოდებს თავად ბრალდებული, რომელმაც ქვეყანა საზღვრის გვერდის ავლით წინა კვირას დატოვა. დავის საგანი იყო 43 მილიონამდე ღირებულების 8986 ბიტკოინი, რომელიც საგამოძიებო მასალების მიხედვით ბაჩიაშვილმა უკანონოდ მიითვისა. პროკურატურის მასალებში ინვესტორად ბიძინა ივანიშვილი ამითითებული, რომელსაც გამოძიების ცნობით ბრალდებულმა ინვესტორის მიერ გაღებული ინვესტიციების შედეგად მიღებული მოგება არ გადასცა. თავად გიორგი ბაჩიაშვილი თავს უდანაშაულოდ აცხადებს და ამტკიცებს, რომ 2015 წელს მიღებული თანხა არა ინვესტიცია, არამედ სესხი იყო. სურვილის მიუხედავად ბრალდებულ საბოლოო სიტყვით დისტანციურად ქმნის საშუალება მოსამართლემ არ მისცა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორი ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნოდა მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და უსწრებლად შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო. გელაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში დამნაშავედ ცნო. როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. თანხის მითვისების ნაწილში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. 10 წლიანი სასჯელი უფრო დიდმა სასჯელმა შთანთქა და ბაჩიაშვილის საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა. გიორგი ბაჩიაშვილის ცნობილი ზამაშავით საქართველოს სამართლის კოდექსის 182 მუხლის მესამე ნაწილის დეკვეთმუნტის გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის საფუძველზე დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. გიორგი ბაჩიაშვილის ცნობილი ზამაშავით საქართველოს სამართლის კოდექსის 184 მუხლის მესამე ნაწილის დეკვეთმუნტის გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის საფუძველზე დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით. საქართველოს სამართლის კოდექსის 59 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასჯელთა შთანხმების პრინციპის გამოყენება თვითონაც მოსაჯენო შთანხმებას მოგებებს სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულის ერთობლივი გიორგი ბაჩიაშვილის სასჯელის საფუძველზე დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით. მოსამართლე გიორგი გელაშვილის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი. ლევან მახარაშვილის თქმით, იმის ფონზე, რომ მოსამართლემ ბაჩიაშვილის კუთვნილ ქონებას დადებული ყადაღა მოხსნა. ადვოკატი ეჭვობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა ზიანის ანაზღაურების მიზნით ბაჩიაშვილთან სამოქალაქო დავას დაიწყებს. ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებენ თუ არა ბაჩიაშვილის უფლებადამცველები მოსამართლე გელაშვილის გადაწყვეტილებას. დასკვნითი სიტყვის დროს გავაჟღერე ჩემი ეჭვები, რომ რეალურად ეს საქმე გამოყენებული იქნებოდა შემდეგ სამოქალაქო დავის დასაწყებად, ალბათ ნამდვილად ესე იქნება, დღეს ეს ვარაუდია, მაგრამ ხვალანზე გამაში ჩვენ დავწუნდებით ყველანი ერთად. გიორგი ბაჩიაშვილი არის ნამდვილად უდანაშაულო. მე ამას ვაცხადებ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისი ადვოკატი ვარ, არამედ საქმეში არსებული ერთობლიობით და შესაბამისად ეს არის ბრძოლის მხოლოდ პირველი ეტაპი ამ სასამართლოში თან ერთ საქმეზე. ყველგან ყველა სფეროში, მათ შორის სამოქალაქო კუთხით თუ გახდება საჭირო სტრასბურგის სასამართლოში, ჩვენ ვიდავებთ, რომ საბოლოო ჯამში დადასტურდეს ბაჩიაშვილის უდანაშაულობა. დაცვის მხარისგან განსხვავებით გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა ბრალდების მხარისთვის. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში მოპოვებული ყველა მტკიცებულება ბაჩიაშვილის დანაშაულზე მიუთითებდა. სადრაძის თქმით, ბაჩიაშვილმა ქვეყნის საზღვრების უკანონოდ დატოვებით მართლმსაჯულებას ხელი შეუშალა და მიემალა. გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც მითვისებაში, ასევე მითვისებული აქტივის ლეგალიზაციაში და განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული სასჯელი. მოსამართლე შემთხვევაში მტკიცებულებები, რაც ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ხნის განმავლობაში აპელირებას ვახდენდი, არის დოკუმენტური ხასიათის, რომელიც პრაქტიკულად პირდაპირ ბრალდებულის აღიარებასაც მოიცავდა. განაჩენის გამოცხადებამდე პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა ბაჩიაშვილის უფლებადამცველმა. მანამდე კი ლევან მახარაშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ბაჩიაშვილის დისტანციურად ჩართვა მოითხოვა. რადგან მისი თქმით, გიორგი ბაჩიაშვილს სურვილი ჰქონდა სასამართლოსთვის საბოლოო სიტყვით მიემართა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც მან განმარტა, შუამდგომლობა დაუსაბუთებლობის მიზეზით არ დაკმაყოფილდა.
გიორგი ბაჩიაშვილს თავდაპირველად ბრალი ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების გამო წარუდგინეს. ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ $536,900 გადასცა. ხოლო ინვესტორის დარჩენილი კუთვნილი 8,986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებამაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში $43 მილიონ იყო. გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნული საქმის გარდა ბრალი სისხლის სამართლის კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. მტკვარი ჰესის საქმეზე გამოძიება მას სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას ედავება. ბოლო ბრალდება ბაჩიაშვილს რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. ბაჩიაშვილმა ქვეყანა უკანონოდ რუსეთის მოქალაქის პასპორტით დატოვა საქართველოს სომხეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდისავლით. ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით. პროკურატურამ ბაჩიაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის გადაწყვეტილება მიიღო და ინტერპოლს უკვე მიმართა.